კვლავ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. ქართული ხელნაწერებისა და ძველნაბეჭდი წიგნების უნიკალურ კოლექციაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად შემოგვიერთა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ბაჩო კეკელია. მოგესალმებით ბატონო ბაჩო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქართული ხელნაწერებისა და ძველნაბეჭდი წიგნების უნიკალური კოლექცია არჩილ გელოვანის კერძო საკუთრება მეცნიერებისათვის და მკვლევარებისთვის სულ მალე ის ხელმისაწვდომი გახდება. დღეს შევიტყობთ რა ნიმუშებზეა საუბარი, როდის შეძლებენ მეცნიერები ამ მასალებით სარგებლობას. ბაჩო, დავიწყოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ნაბიჯი აქტივობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ფართო აუდიტორიას კონდეს წვდომა უნიკალურ ნიმუშებთან. რა ტიპის ნიმუშებზეა საუბარი, რას აერთიანებს, რომ მოგვითხროთ? პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ზოგადად ჩვენი, ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობა, ეს ხელნაწერი მემკვიდრეობა წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა, ვთქვათ, ფეოდალური ოჯახები იქნებოდა, ეს ეკლესია მონასტრები თუ ასე შემდეგ, იქ იყო შეგროვებული და ჩვენამდე ამ სახით მოაღწია. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე სპეციალური საზოგადოებები შეიქმნა, ვთქვათ, წერა-კითხვის გამავრცელებელი საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლებიც ამას აგროვებდნენ. ხო, ანუ ეს ტრადიცია შეგროვებისა და ამ სახით არტეფაქტების გადარჩენისა საქართველოში არსებობს. და ამის გარკვეული გაგრძელება მიმაჩნია მე პირადად არჩილ გელოვანის კოლექცია, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. 30 წელი ძალიან დიდია მოგეხსენებათ. რაც შეეხება ესე იგი საფუძველ დაედო მისი საოჯახო ესე იგი ბიბლიოთეკა, თუმცა მე ასე ვთქვათ გაათმაგდა ეს ერთეულები. რეპერტუარი ძალიან დიდია, მრავალფეროვანია, იწყება მე-5 საუკუნის ვთქვათ ხელნაწერებიდან, ვიდრე მაგალითად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა ვთქვათ ილია ჭავჭავაძის, ოქროპირიძის არქივებით დამთავრებული. ასე რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან მრავალფეროვანია. კი ბატონო, საინტერესოა თავად თქვენ მეცნიერები რამდენად ხშირად ხართ იმ ფუფუნებაში, რასაც ქვია კერძო კოლექციონერის მიერ გადმოცემა კონკრეტული მასალის, ეს რამდენად ხშირი შემთხვევაა და თავად თქვენ სპეციალისტები როგორ აფასებთ კონკრეტულ მასალას მისი ღირებულებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში სპეციფიურია, ასე ვთქვათ, მიდგომაა, გასაგებია, თუმცა სხვა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნიუანსები, რასაც ითვალისწინებთ ხოლმე, რა არის ის, რაც შემდეგ უკვე ფართო საზოგადოების დაინტერესების საგანი ხდება? პირველ ყოვლისა არ ვართ განებივრებულები კერძო კოლექციებთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობით, როგორც წესი ხოლმე ეს კერძო კოლექციები დახურულია და ძალიან იშვიათია, როდესაც უცხოეთიდან ნაყიდი შემოდის საქართველოში. როგორც წესი ხოლმე პირიქით დიდარ ქვეყნებში გადის იმ ქვეყნებიდან, სადაც ითახსნით ამას. ეცით რა არის ეს პირველი ყოვლისა ალბათ საერთო ეკონომიკური ფონია ეს გლობალური სისტემა. იმიტომ რომ ეს კერძო კოლექციონერები, ვისაც კი ქართული ხელნაწერები აქვს, ძირითადად უცხოეთში არიან და უცხოელები არიან. ეს იგივე სოთბის აუქციონზე რო გაიყიდა, ისიც ნორვეგიელია ეს პიროვნება, ვისაც ეს ქონდა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ქართულ კოლექციონერთან, რომელიც უცხოეთში ყიდულობდა ერთეულებს და მისი მიზანია ამის საქართველოში დამკვიდრება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ერთი. მეორე, როგორც აღნიშნე, ამ კერძო კოლექციებთან ხელმისაწვდომობა არ არის, ასე ვთქვათ, ხშირი, ამითი განებივრებულები არ ვართ. რაც შეეხება ღირებულებას, ჩვენთვის ამას ზოგადად ამას რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მატერიალური ღირებულება, მაგრამ ამაზე მე პირადად ხოლმე არ ვიყავ საუბარი, იმიტომ რომ ამას ჩვენ ვერ ვაფასებ. ახლა რო ავიღოთ მაგალითად ყველაზე ძველი ერთეული. მე სატელევიზიო სიუჟეტშიც აღნიშნე, რომ ჩვენი ქრისტიანული ისტორია იწყება იერუსალიმიდან.
საიდანაც მოდის ჩვენი რელიგია, საიდანაც მოდის საღვთისმსახურო წიგნები და აი ამ კოლექციის ყველაზე ძველი ნაწილის წარმომავლობაც უკავშირდება იერუსალიმს. ეს გახლავთ პალიმსესტური ფურცლები, 22 ფურცელი, მაგრამ აი ამ 22 ფურცლის შემცველობა პალიმსესტი გახსენებათ ეს არის პერგამენტის ხელნაწერი, რომელიც ერთი პირი გადაირეცხა და შემდეგ მე ზევიდან ახლიდან გადაწერეს. აი ეს კრედა ტექსტები არის 5 ჯგუფის. აი ერთ-ერთი მაგალითად ძველი აღთქმის ტექსტია, რომელიც თამამად შეიძლება მე-5 საუკუნით დათარიღდეს. დანარჩენები მოდის ესე ვთქვათ მერვე, მე-5, მე-6, მერვე საუკუნეებით და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საღვთისმსახურო წიგნის ლექციონარის ახლა სიღრმეში რო არჩევით ამის განხილვაში, აი ამისი ასე ვთქვათ პალიმსესტური ფენა. იმიტომ რომ თავად ეს ტექსტები სრულყოფილი სახით თითქმის არც ერთ ხელნაწერში არ არის და ცუდ იძე ჩამოსათვლილი ხელნაწერები გვაქვს, საიდანაც ამისი ტექსტის შესწავლა ხდება. ანუ ორი საკითხია. ერთი არის ქართული ენისათვის მნიშვნელოვანი მასალა, ახლა მე-5, მე-6 საუკუნეებში როგორ წერდნენ, რა ლექსიკა იყო, როგორ იყო გრამატიკული წყობა და ასე შემდეგ. და მეორე არის უშუალოდ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული მასალა, რომ გამოვიდეს ეს ძველი ფენები, რაც ჩვენამდე ან არ არის მოღწეული, ან ნაკლებად მოღწეული, რომ შეივსოს და ეს საერთო ფონი აღდგენა შესაძლებლობა იყოს. ამდენად ამ მასალაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად. კი ბატონო, ბოლოს გითხარით, როდის იქნება ეს ხელმისაწვდომე ფართო აუდიტორიისთვის, თუმცა მანამდე თქვენთვის როგორც მეცნიერისთვის, თქვენი კოლეგებისთვის, რა არის ყველაზე შთამბეჭდავი ამ მასალაში, მოწოდებულ მასალაში და რამდენად იქნება ის საინტერესო უკვე ფართო აუდიტორიისთვის? იცით, აი რეპერტუარი, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ანუ შემადგენლობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებით და არამხოლოდ მეცნიერებით დაინტერესებული პირებისათვის აუცილებლად იქნება იქ საინტერესო მასალა. ზოგადად ხომ ხელნაწერების სპეციალისტებს ძალიან უყვართ აქცენტის გაკეთება ძველ მასალაზე ძალიან. მე მაგალითად ხა გამოვარჩევდი იგივე თქვათ 1853 წლის ხელნაწერს, ეს არის კაპიტანი ლისოვსკის სვანეთის აღწერა. ეს გახლავთ რუსეთის იმპერიის მოხელე, რომელიც იგზავნებოდა სპეციალურად სხვადასხვა ადგილებში, რომ დეტალურად აღეწერა ესა თუ ის მხარე. ეს გახლავთ სვანეთის პირველი სამეცნიერო აღწერა, აბსოლუტურად სრულყოფილი, სადაც მოცემული ესე იგი მოსახლეობის რაოდენობა, საგვარეულოები, ადათ-წესები, რა პრობლემებია, არის ჩანახატები. აი ამ ხალხის არის ჩანახატები სვანური კოშკების, რა დანიშნულება ჰქონდა, როგორ, ანუ შესწავლილია მხარე სრულყოფილად და ეს წარმოადგენს ერთგვარ რაპორტს ამისას. ვინაიდან ეს არის ყველაზე ადრინდელი აღწერილობა, ეს წარმოადგენს აბსოლუტურად სრულყოფილ მასალას სვანეთის ისტორიის შესახებ. იქ მეზობლებია მოხდებული. ვინ ესაზღვრება, რა ურთიერთობა აქვთ ამ მეზობლებთან, აი რა ვთქვათ, გადმოცემები არსებობს, საკვები, ყველაფერია მოცემული აბსოლუტურად, არის აბსოლუტურად სრულყოფილი აღწერილობა. მე მაგალითად ამას გამოვყოფდი, იმიტომ რომ ეს ძველი ისედაც საინტერესოა და ყველას რაღაცა უყვარს ამას საუბარი ხო. მაგრამ გვიანიც ისეთია, რომლის შესწავლის გარეშე ჩვენი წარსულის სრულყოფილად წარმოდგენა თუ აღდგენა ძალიან გაჭირდება. კი ბატონო, მოდით ახლა შეგვახედეთ ცოტა კულისებში, შესაძაც მასალა მოდის, თქვენ მეცნიერები რას აკეთებთ, რა დრო გჭირდებათ იმისთვის, რა სპეციფიკა სამუშაო ამ მასალასთან რომ ავხსნათ. აი ზოგადად როგორ არის, იცით, პირველი რაც ხდება, ეს არის მასალის სამეცნიერო აღწერა. იმიტომ რომ სამეცნიერო აღწერის გარეშე ხელმისაწვდომობა ზოგადად, ხო, ამისი ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მოდის და თქვათ scale codex თვარიელებს, ხო, ეხლა იქ მაშინ თავიდან უნდა დაიწყოს ამის შემადგენლობა. მას უკვე როცა ხდება სამეცნიერო აღწერილობა, სადაც არის მოცემული ტექსტები, მითითებულია რომელი ტექსტი არის თუ არის გამოქვეყნებული, ქვი არის მინიშნება, რომ ეს ნაკვლევია ამისა და ამის მიერ, ანუ მან უკვე იცის, საიდან დაიწყოს ამ ერთეულის კვლევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ამ კერძო კოლექციის ასეთი
სამეცნიერო აღწერილობა არ არის, იმიტომ რომ მზადდება ეს დიდი ალბომი გამოსაცემად, მაგრამ ეს არ იქნება უბრალო ალბომი, იქნება დეტალური ინფორმაცია, იმიტომ რომ მხოლოდ თქვა ფერადი ფოტოები არ გვაქვს ჩვენ ჩაფიქრებული, რომ უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს ადამიანს აი ამ კოლექციის შესახებ. ალბომი იქნება მოგეხსენებათ ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არის ეს კოლექცია, არის საერთაშორისო მნიშვნელობის. იგივე ქართული პალიმფსესტების კვლევა საქართველოს გარდა, საზღვარგარეთაც მიმდინარეობს, იგივე გერმანიაში ძალიან აქტიურად და ნუ ესეთი მასალით ბუნებრივია ყველა მეცნიერი დაინტერესებულია და გარკვეული მოხსენება იყო კიდევაც აი ამ მასალის ერთ ნაწილზე იქ წარდგენილი, რომელიც საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. კი ბატონო, ძველ ნაბეჭ წიგნებზეც მინდა კითხოთ, კოლექციაში არის ესეთი, რას გვეტყვით ამაზე? ძველნაბეჭდი წიგნები, ქართული ძველნაბეჭდი წიგნები არის ზოგადად ქართული კულტურის აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ჩვენ ისტორია მისე განაპირობა, რომ უფრო ცოტა შემორჩა ხელნაწერები და თვითონ ამისი დაწყება საქართველოში ვახტანგ მე-6-ის სახელს უკავშირდებოდა, ეს იყო ერთგვარი, აი როგორც ევროპული განმანათლებლები, ესე იგი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, დაახლოებით აი ამ პროგრამას მისდევდა ვახტანგ მე-6-იც და წარმოიდგინეთ, ესე იგი ირანის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში მის გავლენის სფეროში პატარა ესე იგი ერთეულში გლობალური მასშტაბით ქართლში ასეთი ძვრები ხდება, რა თქმა უნდა, ეს იქაც ბევრს არ მოსწონდა. და ამიტომაც იყო, როდესაც შეაწყვეტინეს ვახტანგს, ეს გაიწვიეს იქ რამდენიმე წლით და შემდეგ დაბრუნდა უკან უკვე გამუსლიმებული, იმიტომ რომ მათთვის ეს იყო გარანტია, რომ მიეცათ მისთვის ოფიციალურად ქართლის მმართველობა, მაგრამ აი დაბრუნებულმა 1722 წელს გამოსცა ჟამნი ხედრულად, რათა ყველასთვის ყოფილიყო ეს უფრო ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ხედრული უფრო მეტად იცოდა ხალხმა, ვიდრე ნუსხური, მაინც ეს წმინდა საეკლესიო დამწერლობა იყო. და აი ამ ჟამნში არის შეტანილი ამონარიდები იმ ქართველი მეფეების შესახებ, რომლებიც ეწამნენ თავისი ქვეყნის დაცვისათვის და ირანთან ბრძოლას შეეწირნენ. აი წარმოიდგინეთ, აი დაბრუნდა თითქოს ლეგიტიმაცია მიღებული მათგან და საპირისპირო გააკეთა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. იგივე თქვათ ლუარსაბის მეორის ისტორია შეიტანა შეგნით, ნუ ჟამში მცირე ტექსტებია უფრო, თქვათ ასევე ბახტრიონის აჯანყების ხელმძღვანელებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აი კულტუროლოგიური სფეროს სრულყოფილად შესწავლისათვის, იმიტომ რომ ეხლა ეს კი ბეჭდავდა და ყველას ამ ნაბეჭდებზე ახსენდება ვეფხისტყაოსანი, რა თქმა უნდა, პირველ ნაბეჭდი ვეფხისტყაოსანი, მაგრამ აი ამ საღვთისმსახურო წიგნების უნიფიკაციას, ანუ ერთ რედაქციაში მოქცევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგის საქმიანობაში, ეს მოღვაწეობაში და მით უფრო თუ სიღრმისეულად ჩავართ, აი თითოეული მათგანი ძალიან საინტერესო მასალას გვაწვდის. ეხლა ჩვენი ძველნაბეჭდი წიგნები, ეს ისტორია იწყება მაინც უცხოეთიდან, ანუ რომში დაიბეჭდა პირველი წიგნები 1629 წელს ეს ლექსიკონი ქართული იტალიური, ნუ გასაგები ეს იყო იტალიელი უბრალოდ დასავლელი მისიონერებისთვის ზოგადად რესურსი გამოიყენებინათ ადგილზე, როდესაც ჩამოვიდოდნენ აი ამ კათოლიციზმის გასავრცელებლად. და აი აქ ნუ ეს ერთეული წარმოდგენილია გელოვანის კოლექციაში, ბრწყინვალე ნიმუში, აი საერთოდ ფანტასტიკურად შენახული, იმიტომ რომ ეს წიგნები ძალიან ცვეთადი იყო, იმიტომ რომ გამოყენებაში იყო. და ის სრულიად უნიკალურია 1681 წელს დაბეჭდილი მოძღვრება, ქრისტიანული მოძღვრება, რომლის შესახებაც ჩვენ მქონდა ინფორმაცია მხოლოდ მიხეილ თამარაშვილის ნაშრომებიდან. და მე პირადად ეს ნანახი არ მქონდა და არც ერთ ბიბლიოთეკაში რამდენადაც მე ვიცი, არ იძებნება. აქ წარმოდგენილია ეს ერთეული და არის ნუ უნიკალურად შენახული. ზოგიერთი ესეთი ერთეული საერთოდ ფურცლები გაჭრილი არც არის. გამოუყენებელია ფიზიკურად, იმდენად ესეთი კარგი მდგომარეობაშია. ძალიან იშვიათად კარგად შენახული, იმიტომ რომ ერთია შეგროვება, მეორეა მისი დაცვა, აღრიცხვა და მოვლა, კონსერვაცია. საჭიროების შემთხვევაში რესტავრაცია, ეს ყველა პროცესი გავლილი აქვს ამ კოლექციას, რომელსაც სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, რომელსაც დასჭირდებოდა, იმას ბუნებრივია არავინ არ ეხება.
მე მესმის თქვენი სიხარული, წარმომიდგენია მეცნიერებს რა ემართებათ, როდესაც ყველაზე საინტერესო მასალა უვარდებათ ხელში. მოდით ახლა გითხარით, როდის გაცდება კონკრეტულ მეცნიერებს ეს სიხარული და გადაეცემა და გადაედება რიგით ადამიანებსაც, გამოფენა თუ იგეგმება, ვთქვათ, რა ფორმატი შეიძლება იყოს ეს და ფართო საზოგადოება როდის იხილავს ამ ყველაფერს, რაც თქვენ უკვე ნახეთ. ეხა პირველი ჩვენი მიზანი ეს არის მაღალი ხარისხის, როგორც პოლიგრაფიული, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით ალბომის, ასე ვთქვათ, გამოცემა და დანარჩენი გეგმები აქედან გამომდინარე დაიგეგმება და ვინაიდან ეს კერძო კოლექცია აქ უფრო შეიძლება სწრაფად მოხდეს ამის წინ ვთქვათ. ვიდრე სახელმწიფო კოლექციაში ხდება იქ 1000 ნაბიჯია გასავლელი. ამის გასაკეთება. პირველი მაინც ეს არის ბეჭდური ალბომის გაკეთება. ეს ალბომი როგორც მივხვდი ინგლისურ ენაზე იქნება, მზადება დაწყებულია უკვე. კი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და რა ვიცი, ვფიქრობთ რომ ზაფხულის ბოლოს უნდა გქონდეს უკვე ხელთ. კეთილი, წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა თქვენს პატლობისთვის. უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ საუბრობდით ძალიან საინტერესო ქართულ ხელნაწერისა და ძველნაბეჭდი წიგნების უნიკალურ კოლექციაზე, რომელიც არჩილ გელოვანის კერძო საკუთრება გახლდათ და ის მეცნიერებისთვის და მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომია და მალე ფართო აუდიტორიაც იხილავს. ჩვენი სტუმარი გახლდათ ბაჩო კეკელია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით. მადლობას გიხდით დათმობილი დროისთვის.